დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღეს პარასკევია, როგორც ჩვენს მაყურებელს კარგად მოეხსენება, ყოველ მეორე პარასკევს ჩვენს ეთერში ევროპის დრო დგება, ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას და დღეს ვისაუბრებთ იმ აქციებზე, რომლებიც არის დაგეგმილი 13 აპრილს. ორი აქციაა, ერთის სახელწოდება გახავთ არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას, ხოლო მეორე, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება სახელწოდებით მე ვირჩევ ევროპას. ჩვენი გადაცემის სტუმარი სულ რამდენიმე წუთში იქნება ბატონი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, თუმცა მანამდე ვნახოთ სიუჟეტი და გავიგოთ თუ რას ფიქრობს ხალხი ევროინტეგრაციაზე და ზოგადად ამ აქციაზე. მე ვირჩევ ევროპას, ვინაიდან ვიცი, რომ იქ დაცული იქნება ჩემი შვილის, ჩემი შვილების, მომავალი თაობების უფლებები. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ამ სიტყვებს ახლა ვიდეორგოლისთვის წერს, რომელიც ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ყველას კიდევ ერთხელ გააგებინებს. ეს მიმართვა მხოლოდ მცირე ნაწილია აქცია კონცერტისა, რომელიც 13 აპრილს ევროპის მოედანზე გაიმართება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს აქცია რეალურად მართლაც არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოახდენს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პოპულარიზაციას, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ამოცანების რეალიზებას, ხელისუფლების, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გაიგოს თუ რა კეთილდღეობები და რა პასუხისმგებლობები მოელის საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. მე ვირჩევ ევროპას. ასეთი სახელწოდება შეურჩიეს ორგანიზატორებმა აქცია კონცერტს, რომელზე დასწრება და საკუთარი პოზიციის გამოხატვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ქუჩაში გამოკითხულთა უმრავლესობამ მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატა. 13-ში იმართება აქცია კონცერტი მე ვირჩევ ევროპას. მე ვიღებ მონაწილეობას ამ აქციაში და ალბათ ყველა ახალგაზრდა, ვისაც უყვარს საქართველო და სურს ნათელი მომავალი, მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას. მსმენია ამ აქციის შესახებ უბრალოდ წავსვლას არ ვაპირებ, მაგრამ მიუხედავად ამისა მეც ვირჩევ ევროპას. როგორ არ ვაპირებ, ესე იგი სულ დავდომილი იყო მაინც მივა. ამ აქციასთან დაკავშირებით მოხარული ვარ, რომ იმართება ესეთი აქცია, ჩვენ კი არ ვიჩვენთ. დიდი ხანია უკვე ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს ევროპა და ჩვენი გზა არის სწორედ ევროპისკენ და სხვა გზა არ გვაქვს. უკან დავბრუნდებით და სიამოვნებით წავალ ჩემ შვილებთან ერთად. ხარს უჭერ, კი, რა თქმა უნდა. ვაპირებ წასვლას და ევროპა ჩვენთვის კარგია. ჩვენს რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის გამო ქართველი ხალხის პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ავირჩიეთ ევროპა და ეს არჩევანი არის მყარი დღეს იმისათვის, რომ ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც კარგად გაიგოს ყველამ, რომ ეს არჩევანი მართლა მყარია და მართლა არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ეს არჩევანი გადაიხედოს და ჩვენ შევიცვალოთ მიმართულება. აქცია კონცერტი 13 აპრილს 6 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენ დილის ეთერში ევროპის დრო არის რუბრიკა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ. დღეს ვისაუბრებთ 13 აპრილს გასამართ ორ აქციაზე და იმაზე, თუ რატომ ირჩევს საქართველო ევროპას. ჩვენ გადაცემის სტუმარი, როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, ბატონი დავით ზალკალიანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. დილამშვიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობთ. პირველ რიგში ყველაზე საინტერესოა, რატომ ირჩევთ პირადად თქვენ ევროპას. დიდი მადლობა, მართლაც აი სიუჟეტს უცქერდი და სიუჟეტიდანაც კარგად ჩანს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპა. მინდა განვაცხადო, რომ პირველ რიგში ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გაერთიანება, ეს არის ფასეულობების და ღირებულებების ერთობლიობა, ეს არის გაერთიანება, სადაც თავარი ფასეულობა არის ადამიანი და სწორედ ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე არის აგებული სწორედ ის ურთიერთობები, რომელიც ევროპის სახელმწიფოებს შორის არის. სწორედ ამიტომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას, ამიტომ ვირჩევ მე ევროპას, იმიტომ რომ ეს დაკავშირებული არის პროგრესთან, დაკავშირებული არის
ადამიანის უფლებების დაცვასთან, დაკავშირებული არის მართლმსაჯულების სისტემასთან, სასამართლოს თავისუფლებასთან, საჯარო სამსახურის გამჭვირვალეობასთან, დაკავშირებული არის კანონის უზენაესობასთან და დაკავშირებულია საერთოდ პროგრესთან. ჩვენ იცით თქვენ რომ ინიცირება გაუკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ძალიან მალე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულება შეუქცევად გახდა საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს და ჩვენ უკვე იურიდიულად გამყარებული საფუძვლებით წავალთ წინ ევროპისკენ, რომელიც ჩვენ ძალიან ბევრ სიკეთეებს მოგვიტანს. სიკეთეებს მოგვიტანს ასევე ეკონომიკური მიმართულებითაც. მინდა განვაცხადო, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოში გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, გაიზრდება მნიშვნელოვნად 4.5%-ით, გაიზრდება ექსპორტი 12%-ით, იმპორტი 7%-ით, საშუალო ხელფასი და ამავე დროს საქართველოს საშუალება მიეცემა გავიდეს 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე. ეს არის ასევე ძალიან პერსპექტიული ინვესტიციებისთვის. ფიქრობ, ყველაფერი ეს ერთობლიობაში პასუხი არის თქვენ კითხვაზე, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ჩვენ ევროპა და რატომ ვირჩევთ ევროპას. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ძალიან ბევრ კუთხეში მიიღწევა პროგრესი. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივობას, რამ განაპირობა ის, რომ ეს აქცია მე ვირჩევ ევროპას იმართება სწორედ ახლა და არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აირჩიოს სხვა მიმართულება? მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა მიმართულებას აირჩევს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევანი უკვე ბევრჯერ დაფიქსირდა ქართველი ხალხის მიერ, სხვადასხვა რეფერენდუმის სახით, ასევე წინა არჩევნებზე, როდესაც ამორჩევლის ძალიან დიდმა პროცენტმა მხარი დაუჭინა საქართველოს ევროპულ არჩევანს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას 80%-ზე მეტი სხვადასხვა გამოკითხვებით მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს, ასე რომ საგანგაშოდ არ ვთვლი იმას, რომ თუნდაც ცოტა ხნის წინ იყო ძალიან მცირე რიცხოვანი ჯგუფების მცირე დემონსტრაციები თბილისში იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა სხვა მიმართულებით წავიდეს ჩვენი ქვეყანა. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის არჩევანი, რომელსაც მთავრობამ, რომელიც სწორედ ამ ხალხის მიერ არის არჩეული, უნდა ეს პატივი და ჩვენ უკვე ეს იურიდიულად და სამართლებრივადაც გამყარებული გვაქვს, ანუ როდესაც ინიცირება გაუკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია და ეს კიდევ საბოლოო წერტილი ამას დაესმევა ივნისში, როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას. ახლახან საქართველოში იყო ვიზის ლიბერალიზაციის შემფასებელი მისია, რა შეფასებები და გააკეთეს მათ და როდის გახდება საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იმ ოფიციალური დოკუმენტის შესახებ, რომელიც მათ შექმნეს. კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ევროპა და რა სიკეთეები მოაქვს ევროპაში ჩვენ გაერთიანებას, გახლავთ სწორედ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სწორედ ამის ინსტრუმენტი გახლავთ. მართავს ბრძანებთ, იყო ფაქტების დამდგენი მისია, საექსპერტო მისია, რომელმაც განიხილა საქართველოს მიერ პირველი ფაზა შესრულების სავიზო ლიბერალიზაციის ორი ფაზა გვაქვს ჩვენ გასავლელი. პირველი არის იურიდიული ფაზა, საკანონმდებლო ფაზა, როდესაც ჩვენ ჰარმონიზაციაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან, მეორე იმპლემენტაციის. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ დავასრულოთ პირველი ფაზა. ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ჩვენმა ევროპელმა ექსპერტებმა საქართველოს მხრიდან გავლენ პროგრესს და ეს შესაბამისად აისახება კიდევაც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ზაფხულში საქართველოს დაასრულებს პირველ ფაზას, იურიდიულ საკანონმდებლო ფაზას და გადავალთ იმპლემენტაციაზე, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ ძალიან მალე, ალბათ დაახლოებით 2015 წლის ბოლოსთვის, 2016 წლის დასაწყისში საქართველოს მიიღოს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. თუმცა ეს იქნება ძალიან შრომატევადი პროცესი, ეს თავისთავად ეს უაღრესად შრომატევადი პროცესია და ჩართული არის ყველა უწყება, ყველა სამინისტრო, რომელსაც აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ თემას უკავშირდება, გახლავთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული და საზოგადოების არაერთაზროვანი შეფასებები მოყვა, ზოგმა არასწორად აღიქვა ეს კანონი, იქნებ უფრო დაწვრილებით უამბობთ ჩვენს მაყურებელს კანონის შესახებ და რას მოიცავს ის.
სავიზო ლიბერალიზაციის მართლბრძანებთ ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი გახლავთ ის, რომ საქართველოს მიიღოს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ძალიან ბევრი მის ინტერპრეტაცია იყო და მოვისმინე მე ამ კანონთან დაკავშირებით. კანონი უკვე მისი პროექტი შემუშავებული არის, გადაგზავნილი არის პარლამენტში განსახილულად. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ძალიან სწრაფად მოახდენს ამ კანონის განხილვას და მიღებას და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ყველას უფლებები, ეროვნული უმცირესობების უფლებები, რელიგიური უმცირესობების უფლებები იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში, იმისთვის რომ მას არ მისცემოდა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალება, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ინსტიტუტი, ჩართო ყველა დაინტერესებული უწყება ამ კანონ პროექტის განხილვის პროცესში. ჩართული იყო ასევე სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები. მნიშვნელოვანი იყო ასევე თქვენ გახსოვთ ალბათ შტეფან ფულე გახდათ საქართველოში, როდესაც იგი შეხვდა პატრიარქს და პატრიარქის განცხადება სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არის ევროპული ფასეულობა და ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი განაცხადი იყო იმისთვის, რომ სწორად გაეგო საზოგადოებას ამ კანონის მნიშვნელობა. გასაგებია კიდევ ერთი თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ეს გახლავთ ის კვლევების შედეგები, რომლებიც სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნდა, IRI-ის 2013 წლის ბოლო პერიოდის კვლევები და საუბარი არის საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებაში 80%-ს შეადგენს დაახლოებით ეს თქვენს ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ და ეს გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ, თუნდაც 2009 წელს. თუმცა ხშირად გვესმის საუბარი იმაზე, რომ ძალიან პოპულარული ხდება დროთა განმავლობაში საქართველოში ევრაზიული კავშირი და მისი ფასეულობები. ერთგვარი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებია და მოსახლეობა დაბნეული არის. თქვენ რა შეფასებას გაუკეთებთ ამ ფაქტს? მე არ დაგეთანხმებით, რომ პოპულარული არის ევრაზიული კავშირი საქართველოში, თუნდაც ის ფაქტი ამ გამოკითხვის შედეგები, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მიუთითებს იმაზე, თუ რა არჩევანს აკეთებს საქართველოს მოსახლეობა. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს სწორედ საქმიანობა, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არის სრული თანხwebdriver და ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა ნებისმიერი ხელისუფლების და ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის, რადგანაც როდესაც შენ გაქვს შენი საზოგადოების მხარდაჭერა, ეს შენ კიდევ უფრო გაიძულებს, რომ უფრო თამამი ნაბიჯები გადადგა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არ დაეშურებს ქმედებებს იმისთვის, რომ უფრო მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს მოსაზრებას, თქვენ კლასიკური დიპლომატის კარიერა გაქვთ, შეგვიძლია ვთქვათ და საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყო თქვენი კარიერა, დღემდე გრძელდება. რა უმთავრეს დიპლომატიურ გამოწვევებს ხედავთ საქართველოსთვის ევროკავშირთან მიმართებაში? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალბათ ვერ ავსდებით საუბარს რეგიონში მიმდინარე იმ პროცესებზე, რომელიც თუნდაც მეზობელ უკრაინაში მიმდინარეობს და უკრაინა როგორც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა გახდათ, არ შეიძლება ამ პროცესებმა რომ ასახვა არ პოვოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსზე, სწორედ აქედან გამომდინარე მთავარი გამოწვევა ჩვენი დიპლომატიის და ქართველი დიპლომატების, რომლებიც დღეს არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სწორედ ეს გახლავთ, რომ დაუპირისპირდეთ ამ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ რისკების და საფრთხეების შეფასებას და აბსოლუტურად მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ძალიან მომზადებული ვართ ყველა გამოწვევისთვის და ყველა საფრთხისთვის, რომელიც შესაძლოა ქვეყანას დაემუქროს და ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სწორედ დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი პათოსი გახლავთ საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის ერთიანობა ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით და ეს ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჩვენი მთავრობისთვის იმისთვის რომ და დიპლომატიისთვის რომ გაუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ეს ერთიანობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, მე
დარწმუნებული ვართ 13 აპრილს დღის 4 საათზე ევროპის მოედანზე თქვენც ალბათ დაესწრებით ამ აქციას შეუერთდებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის თქვენ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს გახლავთ რუბრიკა ევროპის დროით, რუბრიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი დავით ზალკალიანი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ რა თქმა უნდა უერთდებით აქციას, ჩვენც ვირჩევთ ევროპას. ვნახოთ რეკლამა, რამდენიმე წუთში სხვა თემებით დაგიბრუნდებით, დარჩით პირველზე.